გვესაუბრეთ გარდაცვალებაზე. ისე ახლა ბავშვების გონებისთვის ცოტა რთულია გარდაცვალებაზე იფიქრო. მაგრამ ადამიანი რაც უფრო ასაკში შედის, მით უფრო ბუნებრივად ფიქრობს ამაზე. ბავშვებისთვის ახლა როგორც მინდა პაისიათონელი ამბობს, რომ გააჩერო ბავშვი აი ბურთს რო თამაშობს და შენ რო გარდაცვალებაზე დაუწყო საუბარი. აი გულამდე ვერც მიიტანს მაგას, და შენ აიტყვის და გაიქცეო და ისე არც დაამძიმებს, საერთოდ შეიძლება ვერც გაიაზროს რაზე ეუბნება. იმიტომ რომ ესეც ბუნებრივია, ღმერთი მას იფარავს. ჯერ რომ იმან ამებზე დაიწყოს ფიქრი, შეიძლება ცოტა გული შეუღონდეს. მაგრამ ერთი კი არის რომ ჩვენ ღვთის წინაშე გვიწევს წარდგომა სულ ყველას. აი მამა რო სახში მოდის, ჩვენ ხო თუ დავაშავეთ რაღაცა ისე მხრებ გაშლილი ვერ ხვდებით. თუ რაც დაგვავალა ის პირნათლად შევასრულეთ, მაშინ იმედიანად ხარ, რომ აი მამა მოვა და ნახავს ახლა ამას, მე რო გავაკეთე. აი კაცესია, ჩვენ ღვთის წინაშე წავდგებით, დაბრუნდება უფალი. მეორედ მოსვლა იქნება, დაბრუნდება უფალი და ჩვენ აუცილებლად მის წინაშე წავდგებით, მიუხედავად ჩვენი სურვილისა. ამიტომ თუ ესე იგი ჩვენ დიდი ცოდვებით ვიქნებით დამძიმებული და მოუნანიებელი ცოდვა გვექნება, ჩვენ არ მოგვინდება რომ უფალი მოვიდეს. აი სიკვდილზე მეტად ეგ იქნება ჩვენთვის სიკვდილი, რომ არ მოგვინდება რომ უფალი მოვიდეს. მაგრამ ვინც ღვთისმოსაობით გაატარა ეს ცხოვრება და ბევრი რამ მოითმინა ქრისტეს გულისთვის, მას იცით როგორ მოუნდება უფლის მოსვლა, აი გამოცხადების წიგნი ასე მთავრდება. ჰე მოდი უფალო, ანუ მალე მოდი, ერთი სული ექნება რომ უფალი მოვიდეს. აი ესე მოუნდება. და რა ჯობია ჩვენ გვინდოდეს რომ მოვიდეს თუ არ გვინდოდეს. იმისი მოსვლა, ვინც ჩვენი სურვილის მიუხედავად მოვა. და როგორც ნათქვამია წმინდა წერილში, მოვა ის, ვინც არ გინდა რომ მოვიდეს და გაგიყვანს იქ, სადაც არ გინდა რომ გაგიყვანა. ამიტომ ეს ცოტა დასაფიქრებელია და საფრთხილო.